ძალიან კომპლექსური თემა არის ზოგადად თვითმმართველობის არჩევნები, ამაზე რომ დავიწყოთ საუბარი, იმიტომ რომ არსებობს შესაძლებლობა, სადაც ვთქვათ, არ გავდივართ არავინ არჩევნებზე, არც ერთი ოპოზიციური პარტია, 4-5-9-25 ასე ვთქვათ და კიდე ახალი პარტიები რომლებიც იქნებიან და ამ სცენარში ვიღებთ იმას, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ არსებობს რეალური ოპოზიცია, ხო? და ვიღებთ იმ სცენარს, სადაც ქართულ ოცნებას ხელში უჭირავს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სახელმწიფოში, არსად არ ჟღერდება ოპოზიციური ხმა გარდა ოპოზიციური ტელევიზიებისა, ჩვენ შეიძლება თუ ამ ნაბიჯს ვდგავთ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ სანქციები გავაძლიეროთ, შემდეგ უკვე სხვა პროცესებს ჩაუყაროთ საფუძველი, რომელიც საბოლოოდ გამოიწვევს ქართული ოცნების ცვლილებას, თუ ამ მხრივ რაღაც კონკრეტული გარანტიები გვექნება წინასწარ, შეიძლება რა თქმა უნდა ამაზე საუბარი, თუმცა მეორე სცენარი, სადაც ან ნაწილი პოლიტიკური პარტიებისა, ან მთლიანობაში გადიან არჩევნებზე, ამ სცენარშიც ხო შეიძლება დავინახოთ როგორც დადებითი, ასე უარყოფითი. ანუ დადებით შეიძლება ის იყოს, რომ პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს, რაღაც სტრუქტურაში მოექცეს და რეალური პოლიტიკური პროცესი გაჩნდეს ქვეყანაში და ასე ვთქვათ, პოლიტიკოსის და აქტივისტის ცხოვრება, ყოველდღიური აჯენდა არ იყოს ერთი და იგივე, რასაც დღეს ვხედავთ ჩვენ, მე მართლა მაინტერესებს, აი რომელიმე თქვენგანს თუ გაქვთ აზრი იმაზე, რომ რა განსხვავებაა დღეს პოლიტიკოს და აქტივისტს შორის. ანუ მე ამას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ყველა ერთად ვდგავართ რუსთაველის გამზირზე, ყველა ერთად ვართ სასამართლოში, ამით გარდა იმისა, რომ ხო უცხოელ პარტნიორებთან საუბარი და პოლიტიკოს დღეს არ კი ბატონო, მოდი ლევანმა ვუპასუხოთ ხო რადგან და არა რიტორიკულად თქო. ხო და ამიტომ მე მგონია რომ ამ პოლიტიკური პროცესის კრიზისში, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ, კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს გარკვეულწილად თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა. თუმცა არ ვიძახი, რომ აუცილებლად ესე უნდა მოხდეს, რადგან მე მგონია, რომ ის ბრძოლა, რომელშიც ერთად შევედით და ყველანი, მათ შორის ის ადამიანები, ვინც დღეს ციხეში ზიან, საბას ხვიტარიძე, ზვიად ცეცხლაძე, ნიკა კაცია, ასე შემდეგ ძალიან ბევრი ჩვენი თანამებრძოლი, ეს ბრძოლა ჯერჯერობით არ არის დასრულებული. ეს თვითმმართველობის არჩევნები უნდა განვიხილოთ როგორც შემდეგი ტაქტიკური ნაბიჯი, როგორ იქნება და არა რაღაც კონკრეტული პირადი ინტერესებიდან გამოვიდეს რომელიმე აქტორი, არამედ გამოვიდეს იქიდან რა იქნება პროცესისთვის უკეთესი. და მე მგონია რომ სანამ ამაზე საუბარი შეიძლება შედგეს, მათ შორის საჯაროდ, როდესაც დაიწყო ამაზე საუბარი, მე მგონია რომ არასწორი დრო იყო ეს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი დრო გქონდა იქამდე, სანამ პოლიტიკური პარტიები იწყებენ ხოლმე კამპანიას. დღეს ცოტა სხვა მოცემულობა უბრალოდ უკვე ჩამოყალიბებულია გარკვეული აზრები და საზოგადოების აზრის გაყოფილია ორად. მე ვფიქრობ რომ ზუსტად ის გახლეჩილობა შეიძლება იყოს ყველაზე დიდი პრობლემა, არა გასვლა არ გასვლა, არამედ გახლეჩილობა სწორედ ოპოზიციურ ამორჩეველში, ოპოზიციურ საზოგადოებაში, რაც შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად ბელორუსის მაგალითი, ხო, როდესაც იყო უდიდესი პროტესტი, იქ ასობით ათასი ადამიანის მონაწილეობით, თუმცა ზუსტად აი ამ გახლეჩვამ და გაყოფილობამ მოიტანა ის შედეგი, რომ ისევ დიქტატურამ გაიმარჯვა. კი, ერთ დავაზუსტებს უკაი თქვენ ახსენეთ, რომ რაღაც ფაქტობრივად, არ ვიცი, ეს შთაბეჭდება დამრჩა, რომ თქვით, რომ ფაქტობრივად პოლიტიკური პროცესი არის გამქრალი. და თუნდაც პოლიტიკოსი და რაღაცა აქტივისტის საქმიანობა დღეს არის ერთი და იგივე. ხო, ანუ რაღაცა ამას უყურებთ როგორც მოცემულობას, იმიტომ რომ ქვეყანაში ასეთი ვითარება და რაღაცა სხვა გზამ პოლიტიკოს არ აქვს და უწევს აქტივიზმით იყოს დაკავებული თუ ისურვებდით რომ რაღაცა უფრო მეტი პოლიტიკური პროცესი შემოვიდეს, თუნდაც ქუჩაში რა, რატო ქუჩაც არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პოლიტიკური პროცესი ხდებოდეს. მესმის ხო რაღაც სტრუქტურები კი ბატონო პარლამენტი, რაღაცა თვითმმართველობები ასე შემდეგ, მაგრამ ქუჩაც არის ბუნებრივია პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ხო, აი თქვენი აზრით რა არის, რაღაცა მოცემულობა თუ რაღაცის ნაკლებობა? ხო, ну ეს თავისთავად გამოიწვია იმან რომ პარლამენტის ბოიკოტირება პირდაპირ ვთქვა, თუმცა ხო არსებობს რამდენიმე ნაირად შეიძლება. რომელსაც თქვენ პერსონალურად მაგალითად ეთანხმებოდით თუ არა? არა, რა თქმა უნდა, ვეთანხმებოდი ხა 2024 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესვლა, რა თქმა უნდა, არაფერში არ ჯდებოდა, თუმცა მეორეს მხრივ ხო ანუ არსებობს რაღაც კონკრეტული სტრუქტურა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს. ზოგადად პოლიტიკაში როგორ ხდება, რომ შეიძლება იყოს რაღაც კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში გაერთიანება, შეიძლება იყოს რაღაც კოალიცია, უნდა იყოს თანამშრომლობა, როგორც მინიმუმ უნდა მიდიოდეს საუბარი მხარეებს შორის იმისთვის, რომ რაღაცა კონკრეტულ შედეგამდე მივიდეთ. ანუ დღეს არა პარტიებს შორის საუბარი გულისხმობ ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა და ბუნებრივია ეს, არ ვიძახი რომ ესე უნდა იყოს დღეს საქართველოში, თუმცა რაც არ არის ბუნებრივი და არ არის სწორი და კარგი არის, რომ ძალიან დიდი ხიდჩატეხილობა არის ქართულ მოსახლეობას შორის, ანუ ქართული ოცნების ამომრჩეველს და ოპოზიციურ ამომრჩეველს შორის. და ზუსტად ის, რომ აი ესეთი გამიჯნული არის პოლიტიკური სპექტრის, პოლიტიკური პარტიებიც და ამ მათ შორის მედიების, ხო, ანუ მაგალითად მე თუ რაღაც იმედის მაყურებელი ვარ, შეიძლება არ ვუყურებდე ტელე პირველს, იმიტომ რომ ჩემთვის საინტერესო
ინფორმაცია. სხვადასხვა რეალობას უქმნის. ხო, რაც სხვადასხვა რეალობას ქმნის და ის რეალობა, რაშიც ისინი ცხოვრობენ, ეს რეალობა რჩება უცვლელი და ზუსტად აი ეს არის ყველაზე მეტად რამაც შეიძლება დაასხას დიქტატორის წისქვილზე წყალი და ამას როგორ შეიძლება, ანუ მე უბრალოდ რასაც ვსაუბრობ, არის რამდენიმე ვერსია, როგორ შეიძლება ამას ებრძოლა. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოცემულობა დარჩება და უცვლელად გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაშინ მივიღებთ ისევ აი ზუსტად იმ მოცემულობას, სადაც არაფერი არ იცვლება. ნუ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა თქმა უნდა, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან ზეწოლა, რისთვისაც რა თქმა უნდა ვიცით მუშაობენ, თუმცა შიდა პროცესი და ის შიდა პროცესი, რომელიც რაღაცნაირად უნდა დაიძრას და რაღაცნაირად უნდა შეიცვალოს დღევანდელი რეალობისგან, აუცილებლად რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, რომ აქამდე